პროფესიული კვლევის სტრუქტურიდან გამომდინარე პროექტის განხორციელების ყველაზე ოპტიმალურ გზად შევარჩიეთ ფისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების კომბინირება. რაც შეეხება მონაცემების შეგროვების ინსტრუმენტებს, განსაზღვრა ტოპის ჯგუფების ჩაღრმავებული ინტერვიუების და ნახევრად სტრუქტურირებული კითხვების ორგანიზება სკოლის მასწავლებლებს. კვლევის პირველ ეტაპზე მას შემდეგ რაც მოხდა პრობლემის იდენტიფიცირება, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვაზე, რომელსაც ამ შემდგომში უნდა მოეფინა კვლევის ძირითადი ორიენტირების განსაზღვრა. რადგან პრობლემა ეხებოდა მასწავლებლების პროფესიულ საქმიანობებთან დაკავშირებულ საკითხებს, პირველ ეტაპზე ჩვენ განვიხილეთ მასწავლებლების საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული მიწისქვისკენ და განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ იმ სავალდებულო აქტივობებზე, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებულ როლს თამაშობენ თანამშრომლობით გარემოს ჩამოყალიბებაში. ჩვენ ასევე რა თქმა უნდა განვიხილეთ საერთაშორისო კვლევები და მათ შორის სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის თალისის 2015 წლის ანგარიში, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ კომპლექსურად შეისწავლის მასწავლებლების პროფესიულ საქმიანობებთან დაკავშირებულ ასპექტებს. და ლიტერატურული მიმოხილვის ბოლო ეტაპზე ჩვენ განვიხილეთ ლიტერატურა, რომელიც ეხება PBL-ს ან პროექტზე დაფუძნების სწავლებას. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ PBL-ი ან პროექტზე დაფუძნებული სწავლება არის ჩვენი კვლევის ერთ-ერთი ტექნიკური იარაღი, შეიძლება ასე ითქვას. PBL-ი პროექტზე დაფუძნებული სწავლება არის თანამედროვე ტექნიკური, პედაგოგიური მიდგომა თავისი მრავალფეროვანი ინსტრუმენტებით, რომელიც ძირითადად შეიძლება ითქვას, რომ ორიენტირებული არის სწორედ მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი კულტურის განვითარებაზე. შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ PBL-ი გამოვიყენეთ კონკრეტულ იარაღად, რომ დაგვეუმჯობესებინა თანამშრომლობითი გარემო მასწავლებლებს შორის აღნიშნული სკოლის მაგალითზე. ცენტრალური თვისება პედაგოგიური მიდგომის არის მისი დაგეგმვის და განხორციელების მრავალფაზიანი სტრუქტურა, რომელიც ფოკუსირებული არის უმეტესად ინტერდისციპლინური ჯგუფების ჩამოყალიბებაზე და ახალი ცოდნის შეძენაზე ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დახმარებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა ცოდნის შეძენაზე პრაქტიკული აქტივობებით, რომელიც უკვე სწდება სტანდარტულ რუტინულ სასწავლო გარემოს. ასევე შეიძლება ის დამატებაც, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატი აღნიშნული პედაგოგიური მიდგომის არის ის, რომ ცალკეული მასწავლებლების პროფესიონალიზმი მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს მით უმეტეს 21 საუკუნის დღევანდელი მოცემულობით უფრო მნიშვნელოვანი და უფრო ეფექტური შედევის მომცემი არის კოლაბორაციული თანამშრომლობითი ჯგუფების ჩამოყალიბება. რაც შეეხება